როგორ ხართ? დინამშვიდობის მოგესალმებით ყველას. მოგიკითხავთ გოგოებო, გისურვებთ წარმატებულ დღეს. გუშინდელ ვიდეოზე, ჩემ ვიდეოზე რაღაცა ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა, მოყვა ჩემ ვიდეოს. არ ვიცი, შესწავლი საერთოდ არ ველოდებოდი კომენტარებში ტყუილად მივჩახვათ, იმიტომ რომ იქ არც ერთი კომენტარი არ დევს. მე სანახაობას ჩემ არხზე არ ვაწყობ, არც კომენტარებში და არც ვიდეოებში. მე ვიღებ ჩემ ცხოვრებას, ისეთ როგორიც არის გოგოებო. და დიდი მადლობა თქვენ, ვინც გულ შემატკივრობთ ჩემ არხს და ვინც ცდილობთ, რომ წინ წავიდეს ჩემი არხი. არ ვიცი, ძალიან გამიკვირდა, მე რაღაცა ისეთი არაფერი არ მithქვავს გუშინ საღამოს ვიდეოზე, რომ ასეთი აგრესია წამოსულიყო, უბრალოდ სასწაულია, რომ ზოგიერთი ადამიანი არის ისე როგორც ნაღმი. და სახლშიც ხო ეგრეა, ეგეთი ადამიანი და რთულია. დიდი ხანია რომ ვაპირებ ხლა ამ თემაზე მე ლაპარაკს. ეს გუშინ მოუტანა ბავშვებს. რა თქმა უნდა, მე არ გავალ მანამდე სამუშაოზე და სამსახურს არ დავიწყებ, სანამ არ მომეწონება. პირიქით, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ორნაბიჯში, გვირილაში და ქსელურ მაღაზიებში რა ამბავია. ეს ჩემ გაიგეთ პირველად თუ ტელევიზორშიც კი იყო, ხო, რამდენჯერმე თვითონ იქ დასაქმებული გოგოები რომ ალაპარაკეს. როგორი რთული პირობებია იქ და რამ გაგაღიზიანოთ, ვერ ვიგებ. მე შრომობ ყოველ დღე. სახლშიც მაქვს უამრავი საქმე და თან მაქვს არხი. აქ ვიღებ იმას და ესე იქნება სულ ვიღებ ჩემ ცხოვრებას, სანახაობას აქ ვერ დაგიდგავთ, ისეც როგორიც არის სანახაობას მოელოდებით, ნურც კომენტარებში, ნურც ვიდეოებში არ იქნება. ესეთი იქნება, ვისაც არ მოგწონთ. ზოგჯერ ხომე გუშინდელ ამბავზეც აი უბრალოდ მიგვირს ადამიანი, რომელიც არ მოგწონს. რატომ ნაუგურო? ძალიან ძნელია თუ არ შეგიძლიათ რო ასკროლოთ. ან გააუქმოთ საერთოდ გამოწერა. ჩვენ პირიქით უნდა ვისაუბროთ, რომ ესეთი რთული სიტუაციები არის ჩვენ ქვეყანაში და გვირილაში შედარებით უკეთესი იყო თავიდან, მერე მანდაც გაართულეს ყველაფერი და ადმინისტრატორი, რომელიც ჩვენთან ადმინისტრატორად მუშაობდა გვირილაში, ჩემს მერე მოვიდა ეგ გოგო. მანამდე ორნაბიჯში მუშაობდიო და მასწავლებელი გოგოა. ძალიან კარგი, ძვირფასი ადამიანი. არ ვიცი, სკოლაში ვმუშაობდიო ადრე ჟანავდა, ნუ ძალიან დაწვრილებით
აღარც გამოვკითხე, რატო ეხლა არ მუშაობ ხო სკოლაში. და ორნაბიჩიო იმდენად გადავიყალეო, რომ გული წამივიდაო და წავიქეციო. რომ იყვებოდა ეს იყო ჩემთვის რაღაცა, არ ვიცი, ტკივილის, ძალიან დიდი ტკივილის მომტანი. და თქვენში პირიქით რატო გამოიწვია გაღიზიანება, მე არ ვიცი. ჩემ მონაყოლმა. და გული წამივიდაო და ისევ სამუშაოზე მელაპარაკებოდნენ, რომ მოვედი აზერზეო. ხვალო გამოხვალო. თუ ხვალო საღამოთი გამოდიო, თუ რაღაცა ესეთი, რა, აი გავოცდიო რა. გულწასულსაც კი სამსახურზე ელაპარაკებოდნენ. კი, სანამ არ ვნახავ მე ჩემ შესაფერის სამსახურს, საჭმესაც კი ისევ ჭამდი, რომ ყელზე მადგებოდა, ეს მდგომარეობა არის, რავი, აუტანელი. და ვინც იქ მუშაობს, უბრალოდ ძალიან დიდი გაჭირვების გამო უჭით და მაგითო. მე ვიცი, კარგით. ასე რომ მე მუშაობა რო დავიწყო, ჩემ შეცდომაზე ვისწავლე ეს. ჯობია ხვის შეცდომაზე ისწავლო. ჭკუა და ესეც ხდება ხოლმე ზოგჯერ, ძალიან ბევრ რამეს დაკვირვებით ვსწავლობ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ფული იმდენად არ მჭირდებოდა მაშინ, რომ გავედი, უბრალოდ ძალიან მჭირდებოდა გარეთ გასვლა და რაღაცნაირად აღარ დავიწყე ძებნა და მერე შემოვრჩი. მერე ვითომ უკეთესში გადავედი გვირილაში და არც ის არ აღმოჩნდა უკეთესი. ასე რომ სანამ არ ვიპოვ ისეთ სამსახურს, რომელიც მე შემეფერება, უნდა ღირდეს, რომ გავიდე და ვიმუშაო. ეხლა თქვენთვის ეს გამაღიზიანებელი არის თუ არ არის, უკვე ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. იმიტომ რომ გამაღიზიანებას მე მგონი, რომ არაფერს არ ვამბობ. რავი, აბა გული რო წაგივა და გადავარდები, ეგ სასიხარულოა. ადრე ჩემი ყავა ქარიანი ამინდია ისე გარეთ. ძალიან მომეწონა ეს კონფეტი გოგოებო. უგემრიელესია. ეს ორი ნაბიჯიდან რომ ვიძახებ ხოლმე 3 ლარის მოტანა. ითხეს რაღიშო იანაო მოტანაო, იმდენად მოაქვს და 3 ლარის და 3 ლარი გოგოებო ღირს, ნამდვილად აი არაფერი არა, ისეთი მძიმეა ხოლმე რომ რა ვიცი რა, ძალიან მძიმეა.
ეხლა ველოგები დროს რო გამოვიწერო. მომიტანო. რა ვიცი. ერთმანეთის გვერდში დგომა უნდა შეგვეძლოს ჩვენ. სიტყვიერად ამას ხო არაფერი არ უნდა. უბრალოდ სიტყვიერად უნდა ამოუდგე ადამიანს გვერდში და გამხდება. მიყვარს ხოლმე ძალიან. მაგრამ უკვე აღარც მიყვარს. ადრე უფრო მიყვარდა. ეხლა იმგენად აღარც მიყვარს. ეს მოუტანია გუშინდიეს. რო შენის არის. იმდენია ძალიან. ჩამიქრა. ამალე ჩდება ჩემი განათება. სანთლები მაინც ავატოთ. ჩემი გვირილები. ყოველ დღე წყალს უსხავ, მაგრამ უკვე ჩამოჭრა. მინდვრის ყვავილები გოგოებო ძალიან მალე ფუჭდება. ვარდი უფრო დიდხანს ძლებს. მისამაგრები მინდა. ვიყიდო ლამაზი. თლიანი. აი ამ პეჩენიას რა მაგრა კვერცხის გემონეტა იცოდეთ. ძალიან. ჟანაქსელურები ყველა ეგრე კიდე მომივიდა კომენტარები დილით აღარ იყო არც ერთი გამოვაქვეყნე. ქსელურები ყველა ეგრეა აფთიაშიც კი. მეც წამოვედი ზუსტად იგივე და მემართა მეეცო. ზოგიერთი ვისაც უფრო გამოცდილი გვაქვს გოგოებო ერთმანეთს უფრო ვუგებთ რა თქმა უნდა. ტაბ 100 წერია. მეკავს. ჟანიკო თავს გაუფრთხილი ჩემო გოგო. კვებითაც კარგად იკვები წარმატებები საყვარელი ლეილა ძალიან მიყვარხარ. მადლობა ჩემო სიხარულო. ზოგიერთს არ ვკითხულობ. იმიტომ რომ არ მინდა რომ წავიკითხო.
სარეცხი მაქასაკები და გულიქარია. და მოყალ. ანუ შეიძლება რამე წაიღოს და არ დავკარგოთ ტანსაცმელი. ამკეფე და მოვედი. კიდევ ერთხელ წუნდები იმაში გოგოებო, რომ ჩვენ გზას უნდა მივყვეთ. არ ეცადო ვინმეს მოსაწონად იცხოვრო. მიყევი შენ თავს შენ გზას. მათი მოსაწონი ვერ ხდები მაინც. მიზეზებს მოგიძებნიან. ყოველთვის. როგორც არ უნდა მოიქცი, რაც არ უნდა გააკეთო. მიზეზები მაინც იქნება, რომ რაღაცას ვერ აკეთებ კარგად. იმიტომ არ მჯერავს კარგი გოგო ხარ, მაგრამ უკვე აღარ მჯერავს მე მათი. არც მინდა ესეთი ადამიანები ჩემ არხზე იყო. მაგრამ საჯაროა ეს ყველაფერი და მზრდის სხვათა შორის მადლობა YouTube-ს, რომ მზრდის. ეს რა გავაკეთო საჭმელი, ახლა იმას ვფიქრობ. ჩემი საქმე ახლა ეს არის. დალაგება, დასუფთავება, საჭმლის მომზადება და ვიდეოები. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. სადაც ვარ, რასაც მივაღწია ცხოვრებაში, ვინც ვარ, რომ 40 წლის ისე გავხდი ადამიანისთვის, არ მიყალატია, არ მომიტყუებია, არ მომიპარი, მიქურდი. რა ვიცი, გოგოებო და პატიოსნად მიცხოვრია. ყველანაირად. მისე იქნება სულ. ბოლომდე, ჩემ გზაზე. ბოლომდე ესე იქნება. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ვაფასებ ყველაფერს, რაც მაქვს. და ვინც ვარ, ამასაც ძალიან ვაფასებ. იმიტომ რომ მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მართლა თვალებში გიყურებენ და გატყუებენ. არ უხარია ჩემი კარგი. მიყვარს ადამიანები, ვინც უკვე შემდგარია. მათ არ აღიზიანებთ სხვა ადამიანები.
არც ძალიან მაგისთვის. ხო, არც ძალიან მაგისთვის გოგო. თავის საქმით არიან დაკავებულები. უყვართ თავის საქმე. საშიში ადამიანები არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ანუ ვერაფერს ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში და შურთ ყველას. ესეთი ადამიანები არიან საშიში. რომლებიც გაგიმეტენ. წავედი ახლა. წავედი და ერთი კომენტარი მომივიდა. ძალიან საინტერესო, მეც მივწერე პასუხი. ეს დაჭდა. როცა მიჭიდო ვითომ ძალიან წუხთნენო და რო ამოვედი გაჭირვებიდან, არავინ არ მელაპარაკებო. თამარი მომწერა. ეს გოგო აქ არ ცხოვრობს, აღარ მახსოვს, სადაც ცხოვრობს, ეგეც მომწერა. მე მესმის ამ გოგოსი ძალიან კარგად. ჯერ ვერ ამოვედი და რა დღეში არიან და რომ ამოვალ მერე რაღა იქნება. მესმის ძალიან კარგად. თამარისი და ესეთი ადამიანების. მაგრამ ყველაფერი კარგად არის წინ. ვიაროთ წინ. ნუ მივაქცევთ გაბოროტებულ ადამიანებს ყურადღებას.